ევროვიზია 2026-ზე საქართველოს სახელით ბზიკები წარსდგებიან. პირველ მარხმა გადაწყვეტილება მაყურებლის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. შეგახსენებთ გიორგი შიოვაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი, კომპოზიტორ გიგა კუხიანიძის სიმღერით საბავშვო ევროვიზიის პირველი ქართველი გამარჯვებულები 2008 წელს გახდნენ. დაახლოებით 18 წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფის სცენაზე საბავშვო ევროვიზია 2025-ზე ისევ გამოჩნდა და დიდი ოვაციებით დაიმსახურა. ევროვიზია 2026-ზე ვენაში ევროვიზია 2026 გაიმართება მაისში ვენაში, ბზიკები პირველ ნახევარფინალურ ტურში 12 მაისს სიმღერებენ. 18 წლის წინ, როდესაც 2008 წელს გავიმარჯვეთ საბავშვო ევროვიზიაზე ლიმასოლში, ეს ჩვენთვის დიდი ისტორია იყო ჩვენს ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, ყოველთვის ამის გახსენება ძალიან ემოციურია და რა თქმა უნდა, რომ 18 წლის შემდეგ უკვე დიდების ევროვიზიის სცენაზე გადანაცვლება ძალიან სიმბოლურია. ჩვენ ძალიან დიდი ემოციებით ვართ გამსჭვალული ამ პროექტის მიმართ, ძალიან გვიხარია ისევ ევროვიზიის სცენაზე დაბრუნება და რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობთ და გვინდა რომ შექმნათ ისეთი განსაკუთრებული პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ მოუტანს საქართველოს წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე. 17 წლის მერე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე დავბრუნდით გიგა კუხიანიძის ახალი სიმღერით We Don't Sleep და ის სიყვარული, რასაც გრძნობდით, კიდევ ერთხელ გამეორდა ჩვენს ცხოვრებაში. წელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარვადგინოთ ევროვიზია 2026-ზე. 10 წლის ასაკში მივაღწიეთ უდიდეს წარმატებას და გავიმარჯვეთ საბავშვო ევროვიზიაზე 2008 წელს და ახლა ვართ ძალიან ბედნიერები და გვიხარია, რომ გვაქვს შანსი მივიღოთ ისეთ მასშტაბურ კონკურსში მონაწილეობა, როგორიც არის ევროვიზია. საქართველოს სახელით გამოსვლა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და გვჯერა, რომ აუცილებლად ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარვადგეთ ევროვიზიის მაყურებლის წინაშე. საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება 2008 წელს ერგო, როდესაც ქვეყანა ბზიკებმა წარაადგინეს. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით 18 წლიანი პაუზის შემდეგ ბზიკები ევროვიზიას უბრუნდებიან და 12 მაისს უკვე დიდ სცენაზე ვენაში იმღერებენ.